Აბსოლუტურად ანეკდოტური სიტუაციაა სამწუხაროდ, რო არ ეხებოდეს ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ალბათ გულიანად გაგეცინებოდა ადამიანს. პრაქტიკულად ჩვენ ხედავთ საბავშვო ბაღივით სათამაშო ვითარებას, ოღონდ ეთამაშებიან ქვეყანას და ამით ქვეყანა ნამდვილად ძალიან ზარალდება. ჯერ ერთი იცვლება მინისტრთა კაბინეტი და არ ეხება ეს ცვლილება იმ მთავარ ფიგურებს, რომლებმაც რეალურად ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააჯანსაღონ. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს ლარის კურსის ვარდნა, მძიმე ეკონომიკური სიტუაცია სხვაგან ხდება და არა ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად ანეკდოტური სიტუაცია, როდესაც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საათით ადრე თავად არ იცის, ვის დაასახელებს კანდიდატურებად და ვის წარადგენს მთავრობაში. ეს ყველანაირ ზღვარს სცდება. ფაქტია, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ მოვისმინეთ არა პრემიერ-მინისტრის კომენტარი ან განცხადება, არამედ უბრალოდ გამხმოვანებლის, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან და არა პრემიერ-მინისტრის მიერ და ფაქტია ისიც, რომ ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. მე ნამდვილად მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ ეს სიტყვები გავიდეს, ეს ქვეყანა აღარ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინისტრების კანდიდატურებს და ცვლილებებს ნამდვილად ეტყობა, რომ ქვეყანა იმართება გარედან და ქვეყნის მთავრობას კომპლექტება იმის მიხედვით, თუ რა ჭირდება სხვა სახელმწიფოს და არა საქართველოს. ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი და მე ვწუხვარ, მაგრამ უნდა გავაფრთხილო საზოგადოება, რომ ჩვენ ეს თამაში ჩვენს ქვეყანასთან, რასაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი აკეთებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ძვირად დაგვიჯდება. ქვეყნის განვითარებიდან დასკურისხმობთ. მე მგონია, რომ ამას კომენტარი არ ჭირდება. ხა როცა პრემიერ-მინისტრი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ესე ვთქვათ, ფაქტია, რომ გადაწყვეტილება იცვლება უცებ კონკრეტული შეხვედრის შედეგად, მე მგონია, რომ ამას დიდი ახსნა ნამდვილად არ სჭირდება და ვის ინტერესებს მოემსახურება ეს ცვლილებები? მე ვფიქრობ, რომ არა საქართველოს ინტერესებს, იმიტომ რომ საქართველოს რაც ჭირდება ეხლა, ის ცვლილებები ამ ასე ვთქვათ, ცვლილებების შედეგად ნამდვილად არ მიუღია ქვეყანას.